ხოლო პარლამენტის ბიუროს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება, ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, მანამდე პარლამენტში დარეგისტრირდება პროექტი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ერთია რას გადაწყვეტს საქართველოს ხალხის კომისია, ან არალეგიტიმური პარლამენტი, მაგრამ მეორეა რას გადაწყვეტს ჩვენი ხალხი. უნდათ საბუთების გაუქმება, კი ბატონო, მაგრამ შეიძლება დღეს პარტიები გააუქმონ, ხვალ გააუქმონ, კრიტიკული მედია, ზე გააუქმონ, სამოქალაქო სექტორი, მე საერთოდ თქვან რომ არჩევნები ძვირიჭდება და არჩევნებიც გააუქმონ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ხალხზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. დამოკიდებული არის ის თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თავისუფალში თუ ავტორიტარულში. პოლიტიკა უნდა გასუფთავდეს, გაჯანსაღდეს და ოპოზიციური ფთა შეივსოს ისეთი პარტიებით, რომელიც მართლ პარტიას ედგება ოპოზიციაში და არა საკუთარ სამშობლოს. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ დანაპირების შესრულება, რაც ქართულ მოოცნებამ წინასაარჩევნო დგასდა. ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატების, რომელიც პოლიტიკურ პარტიებად იყო მონათლული თავის დროზე, მათი გაქრობა პოლიტიკური ველიდან. ეს რა თქმა უნდა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი, სწორედ ამიტომაც მოხდა და მოხდება მანდატის გაფართოება საგამოძიებო კომისიისა 2012 წლიდან დღემდე. იქნება კონკრეტული შეფასებები, თუ რა კავშირი არსებობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სატელიტ პარტიებს შორის და ისე მოხდება ბუნებრივია გადაწყვეტილების მიღება.